გამარჯობა, აჭარა Times იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში დრამატული თეატრის ახალ სცენასთან, სადაც წუთზე უნდა დაიწყოს მსახიობებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მთავარი განხილვის თემა იქნება, რატომ არ მიაგო პატივი გარდაცვლილ მსახიობს ოთარ ქათამაძეს სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუკრი ქართარიამ. როგორც ცნობილი არის საზოგადოებისთვის, ნუკრი ქართარია არ ესწრებოდა პანაშვიდს, მათ შორის სამძიმრის წერილიც კი არ გამოუქვეყნებია მას ოფიციალურ ვებგვერდზე და სწორედ ამიტომ მსახიობები გამოთქვამენ უკმაყოფილებასა და კრიტიკას ნუკრი ქართარიას ქმედებაზე და სწორედ ამიტომ დასი ახლა იკრიბება იმისთვის, რომ ეს კითხვები დასვან სამუშაო შეხვედრაზე და პირადად ნუკრი ქართარიასგან მოისმინონ პასუხები თუ რას ფიქრობს ის ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუკრი ქართარია უკვე შევიდა ახალი სცენის შიდა ტერიტორიაზე და წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს ეს შეხვედრა. მანამდე ჩვენ მსახიობების მოსაზრებებს მოგესმენინებთ, ჩვენ ცხადია გქონდა ცდელობა იმისა, რომ მოგვესმინა ნუკრი ქართარიას პოზიციაც, თუმცა როგორც გვითხრა, მან განმარტებას გააკეთებს ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ და ჩვენ ცხადია გვექნება იმის შესაძლებლობა და მცდელობა, რომ მოვისმინოთ მისი პოზიციაც. მოდით დავიწყოთ უკვე მსახიობების მოსაზრებების მოსმენა, რას ფიქრობენ ისინი. მე მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. უკაცრავად. კარგით, გავაგრძელოთ სხვების მოსმენა. ტიტე, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა ამ შეხვედრაზე რა მთავარი კითხვები დაისმება და თქვენ რა პრეტენზია გაქვთ პირადად სამხატვრო ხელმძღვანელთან? ჩვენ პრეტენზია რა, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანს ვკითხოთ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ბათუმის თეატრი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის არტისტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ის ღირებულებები, რომლებიც ტრადიციულად ყოველთვის მოყვებოდა ამ თეატრთან. და რაღაც ბოლო პერიოდი იგრძნობა, რომ ეს ადამიანი ცდილობს რაღაც ტრადიციების შეცვლას თითქოს ამ თეატრში. მოგეხსენებათ უდიდესი ტრაგედია შეგვემთხვა ხალხთან, გარდაიცვალა ჩვენი ერთ-ერთი ისეთი წარმატებული მსახიობი ოთარ ქათამაძე. გარდა იმისა, რომ ოთარი მსახიობი იყო, ოთარი იყო ძალიან საინტერესო დრამატურგი. მისი პიესები იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ნათარგმნი იყო უცხო ენაზე და არა მარტო საქართველოში, საზღვრებს გარეთაც იდგმებოდა მისი პიესები. ოთარი იყო ასევე ძალიან საინტერესო რეჟისორი. ბოლო პერიოდში მარტო 7 სპექტაკლი დაიდგა მისი ახმეტელის თეატრში, რომელიც დღემდე ანშლაგით მიდის და ეს ადამიანი იყო ჩვენი თეატრის ნაწილი, ჩვენი სამეგობროს ნაწილი, ამ თეატრში გაზრდილი, ესე ვთქვათ და გარდაიცვალა ოთარი. აი ეს ადამიანი, არ ვიცი რა დავარქვა მე ახლა თვითონ მდგომარეობას, რაც მას ჰქონდა ესეთი უგულო მიდგომა ამ საქმისადმი, ამ ტრაგედიისადმი, არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, არც სამძიმარი უთქვამს ოჯახისთვის, არც ჩვენთვის გამოუქვეყნია სამძიმარი უთქვამს. ენამებმა ისევ ცოტა ყველა. ჩვენ ვართ რაღაცა ერთმანეთის გარდა იმისა, რომ მეგობრები, ჭირისუფლები, ჩვენ 24 საათის შემთხვევაში ერთად ვატარებთ, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ჩვენი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე და ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელ პოზიციაზეა თეატრში, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის უფლებებს უნდა იცავდეს, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ინტერესდება იმით, რა ხდება თეატრში. არც ავადმყოფოში მოუკითხავთ მომაკვდავი პაციენტი და არც იკადრა და არც ჩამოვიდა და როგორც გავიგეთ, თურმე ისვენებდა მთაში და ხო. ჩვენც ვისვენებდით, ჩვენი რაღაცა საზაფხულო ამ შვებულებას ვიყენებდით რაღაც შესაბამისად, მაგრამ შევწყვიტეთ, იმიტომ რომ ესე ჭირდებოდა ჩვენ მეგობარს, ესე ჭირდებოდა ჩვენ თეატრს და უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, უამრავი ადამიანი. თქვენც ნახავდით და იქნებოდით ყველა ვარიანტი ამ ოთარის დაკრძალვაზე და ყველა ერთ რამეს კითხულობდა, რატო არის ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აქ. და ჩვენ პასუხი არ გვაქვს.
მადლობა გავაგრძელოთ სხვების მოსმენად. მაია, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ნუკრი ქანთარიას ქმედებაზე და თქვენ პირადად რა კითხვები გაქვთ მასთან? იცით რა, მე დიდი ხანი აღარ მაქვს კითხვები ნუკრი ქანთარიასთან. 3 წელია მე არ მაქვს არანაირი შეკითხვები ნუკრი ქანთარიასთან, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ძალიან ადრეულ პერიოდში ჩამოვიდა თუ არა გახდა ცნობილი როგორიც არის ეს ადამიანი. მე ეხლა ერთადერთი სურვილი და იმედი მაქვს ბათუმის თეატრის დასის, რომ ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ დაკრძალვაზე არ ჩამოსვლით მოგვანიჭა, მოგვაყენა უпростоრად ნუკრი ქანთარიამ ქალაქს, თეატრს და დასს, ეს უპატიებელი შეურაცხყოფა. მე ვფიქრობ, რომ მისი წასვლით უნდა დასრულდეს. მე ვთვლი, რომ მას მორალური უფლება არ აქვს უხელმძღვანელოს ჩვენს თეატრს. ჩვენ 28 დღის განმავლობაში, როცა ოთია ავად გახდა და მის დაკრძალვამდე გავიარეთ უმძიმესი პერიოდი, რაღაცა ცალი ხელით თითქოს ადმინისტრაცია გვეხმარებოდა, ცალი ხელით მეორეთი ამასაც ჩვენ ვავსებდით, ფინანსურად იყო თუ რესურსითაც კი, ადამიანური რესურსითაც კი, შეიძლება არ აქვს ამ ადამიანს უფლება იყოს თეატრის დირექტორი. მადლობა. თქვენც რომ გითხრათ, რას ნიშნავს ნუკრი ქანთარიას ეს ქმედება, თქვენ რა ახსნა გაქვთ, რას უკავშირებთ, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი კოლეგის პანეშვიძეც არ მიდის, მათ შორის სამძიმრის წერისაც კი არ აქვეყნებს. თქვენ რა კითხვები გაქვთ ნუკრი ქანთარიას მიმართ? ნამდვილად მიმძიმს, რომ ამაზე გაცეთ პასუხი, იმიტომ რომ ამას ახსნა არ გააჩნია. აი 42 წლის ახალგაზრდა მსახიობი, უნიჭიერესი მსახიობი, რომელიც მთელმა საქართველოს დაიტირა, მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ დაიტირა. ოთიას დამტირალი არ დაკლებია, მთელი საქართველო იყო ჩამოსული და უბრალოდ ძალიან უხერხულად ვიგზენით თავი, რომ ჩვენ ჭირისუფალი ვქრია. ჩვენ აი გული გვაქვს ჩაგლეჯილი, გაგლეჯილი, იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცი დაგვარგეთ და ჩვენი ხელმძღვანელი, ვისაც უშუალოდ უნდა მიიღოს სამძიმარი, ის არ იდგა ჩვენს გვერდით. არც მსახიობი ავად გახდება არ გაითვალისწინებს, ხელფასებს დაუქვითავს ბიულეტინმიტანილ აქტრისას და 6 თვე დატოვებს უხელფასოდ. არანაირი აი ადამიანობა ამ კაცმა ჩვენ არ გვაჩვენა. ის არ არის ჩვენი არც დირექტორი, არც სამხატვრო ხელმძღვანელი და ვერც სიყვარულს და ვერც პატივისცემას ვერ ვზნოთ ამ კაცისგან. ეგ არის ჩემი საქმე. გასაგებია, მადლობა. დიახ, წუთი-წუთზე უნდა შეგახსენებთ მე, რომ წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს მსახიობებსა და ნუკრი ქანთარიას შორის შეხვედრა, რომელსაც ცხადია ჩვენ აქ დაველოდებით გარეთ, რომლის შემდგომაც შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში მსახიობებისა და ნუკრი ქანთარიას მოსაზრებას, რას ფიქრობს ის ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მოდით გავაგრძელოთ კიდევ სხვების მოსმენა. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ შეხვედრის შესახებ, თქვენ რა კითხვები გაქვთ ნუკრი ქანთარიასთან, მათ შორის რას ნიშნავს, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი არ ესწრება კოლეგის პანეშვიდს ასე? ჩვენ დღეს გვაქვს დასის შეკრება. იხსნება სეზონი. და კითხვები ალბათ დაიბადება მე. თქვენ რა კითხვა გაქვთ? მე ჯერჯერობით არ მაქვს კითხვა. შევხედავ სიტუაციას და იქიდან გამომდინარე მექნება. როგორ რას გვეტყვის თვითონ ბატონი ნუკრი ქანთარია და იქიდან გამომდინარე დაგვებადება კითხვები და ისე რომ მქონდეს ჩამოყალიბებული კითხვები. ფაქტს როგორ შეეფასებთ თვითონ სამხატვრო ხელმძღვანელი, როცა არ რეაგირებს კოლეგის თქვათ პანეშვიდზე არც სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა? ფაქტი ჩვენ ველოდებოდით ბოლო წუთამდე უნდა ჩამოსულიყო და აუცილებელი იყო მისი იყო. მე ვფიქრობ ეს. მადლობა. დიახ, ასეთი არის მსახიობების მოსაზრებები. ბატონ ჯემალ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი სათქმელიც გითხარით, რას ნიშნავს, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი გარდაცვლილი კოლეგის სამძიმარს არ ეწრება, მათ შორის არ აქვეყნებს ის სამძიმრის წერილს, რა კითხვები გაქვთ? ქართველი კაცი ვარ და ნებისმიერი ქართველისათვის ეს არის საშინელება. ასეთ სიტუაციაში გაბუტულები რიგდებიან ხოლმე და მე არ ვიცი, მე რა არგუმენტი უნდა იყოს ამასთან, მე არ ვიცი. გაუგნებული ვარ და ველოდები რა პასუხი იქნება.
რას უკავშირებ თვითონ როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ ცნობილი იყო ოთარი იმით რომ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების პოლიტიკას. გახდა თუ არა ეს გარემო? კი ბატონო, შეიძლება აქ ეს ხო ამბავია, შეიძლება ის კაცი ისე ფიქრობდა, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ გარდაიცვალა ადამიანი ხალხი. ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება გარდაიცვალა? ქართველები ვარ ჩვენ. რო დარდუმბაზე წავიკითხოთ ხალხო. მოდი შეხთი რა. გასაგებია. მადლობა. მე შეგახსენებ კიდევ ერთხელ რომ წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს შეხვედრა, რომელიც იქნება დახურულ ფორმატში, რომლის შემდგომაც ცხადია შემოგთავაზებთ მოსაზრებებს გულამსახიობებისა. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ, ვიდრე შეხვედრაზე შეხვალთ, მანამდე თქვენი მოსაზრება რომ დააფიქსიროთ, რას ფიქრობთ და რას ნიშნავს ნუკრი ქანთარიას ეს ქმედება და გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრო ის კოლეგის ანაშვით, მათ შორის სამძებრის წერილიც არ გამოაქვეყნა. არანაირი გასამართლებელი საბუთი ამ სიტუაციას არ აქვს. აი რომ დაჯდეს ადამიანი და იფიქროს თუ რატომ არ შეიძლება მოვიდეს საკუთარ სახლში, ჩვენთვის თეატრის სახლია, მასპინძლად ელემენტარული დაუდგეს ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ხელოვნებას და გამოუცხადოს ეს თანადგომა. სამწუხაროდ ჩვენ არავინ ვიცით ხვალ ვის რა გველის და ერთმანეთს პატივი უნდა მივაგოთ. მე პირადად რაღაც მიზეზების და გამო ვერ ვიყავი, მაგრამ ორი ღამე არ მეძინა, ისე განვიცადე ამ ყველაფრის ირგვლივ რაც ხდებოდა და მე მაქვს დანაშაულის გზნობა და როდესაც ამ ხელა პასუხისგებლობა გაკისრია ადამიანს, ეს პასუხისგებლობა ღირსეულად ქალაქში სადაც ხარ სტუმრად და ქალაქში სადაც ხელოვნება უნდა შექმნა, აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანო ეს პასუხისგებლობა და ჯერ ადამიანობაა ყველაფერი და შემდეგ არის თუნდაც ხელოვნება, შემდეგ არის პოლიტიკა და შემდეგ არის სხვა დანარჩენი. ამიტომ ჩემი შეხედულებით ეს იყო არასწორი და გაუმართლებელი ქმედება ბატონი ნუკრის მხრიდან და სამწუხაროა რომ ეს ხდება და გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი დაგვრჩება ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს. შეიძლება იყოს ისეთი არგუმენტი, რაც შესაძლოა ის ფაქტი და გარემოება გადაწონოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ზოგიერთმა ახსენა, რომ შეუძლებელი არგუმენტი მოიყვანო ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარდაცვლილ კოლეგას რომ არ უსამძიმრებ, ეს ალბათ არაფერში არ ჩდება. გეტყვით, ნახეთ, თუ არის რაღაც არგუმენტი, სადაც ადამიანი ჯანმრთელობის გამო არის ცუდად და ვერ ახერხებს ფიზიკურად ჩამოვიდეს, სხვა რაღაცას ხერხს უნდა მიმართოს, ან თუნდაც Facebook გვერდზე, სოციალურ ქსელში დღეს 21 საუკუნეა და ჩვენ ადამიანები ხმას ვაწვდით ერთმანეთს. აი ამ შემთხვევაში მიმართოს თუნდაც ამ ხერხს, თუნდაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. ის რომ ბათუმის დრამატული თეატრის საიტზე დაიდო ეს წუხილის წერილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის მისი მხრიდან რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ესეც უნდა იყოს. ჩვენ დაბადების დღესაც ვდგებთ მსგავს პოსტს, მილოცვის დროსაც ვდგებთ, გამარჯვების დროსაც ვდგებთ, მაგრამ ამ დროს ეს გაუმართლებელი ქცევა სამწუხაროდ. მე, როდესაც ამ ხოლმე დანაშაულის ნომა მაქვს, რომ რაღაც მიზეზის გამო ვერ ვიყავი ჩემი კოლეგის, ჩემი უნიჭიერესი ადამიანის გვერდით, მე მქონდა დანაშაულის ნობა და ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელა პასუხისგებლობა გაკისრია, რომ სტუმრად უნდა ეს დამოკიდებულება არის შეურაცხყოფა დასის. ნახეთ, აი ამ ყველაფერს ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, იცით რატო ეს იმოდენა წერტილი იყო შეურაცხყოფის და უკვე სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არც პოლიტიკა არ მნიშვნელოვანი, არც შიგნით რაც ხდება ჩვენს უპირველესი რაც არის ჩვენი ამოძახილი და გულის ტკივილი არის, კი, მეც ვიყავი მათ შორის დაჟილი და მქონდა მოხსენებითი გამოწერილი, მაგრამ ნახეთ ეს ყველაფერი გავიდა. კი ბატონო და ჩვენ მაშინ ფიზიკურად ვერ ვითამაშებდით, იმიტომ რომ ჩემი ადამიანობა ვერ მომცემდა ამის უფლებას. მე შვილი მეზრდება და ჩემმა შვილმა უნდა იამოყოს, რომ ეს სწორმხარეს ვიდექი და აი აქ ვერ ვითამაშებდი და ვერ მიცემდი თავს უფლებას, როცა ჟურნალისტებს ცევდნენ და იყო მსგავსი არეულობა, მე აქ არაფერი არ ხდება და მე თამაშა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ამჟამად არის ის, რომ პატივისცემა არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს, რა ვიცი, ამ დროს მტრები რიგდებიან ერთმანეთთან და სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, რა ვიცი, ანუ ყველა ვიცით ეს როგორი ქმედება არის ზოგადად გაუმართლებელი. ეს უკავშირდება იმას, რომ ეს პერსონალურად ქანთარიას დამოკიდებულებას ამგვარი დამოკიდებულება ქონოდა ფოტოს წევრებთან და მათ შორის გეტაკებულ შემთხვევაში დაკავშირებით, ეს უკავშირდება იმას, რომ ის არის
ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მართლაც აი ეხლა არ მინდა რომ ეს საუბარი ჩვენ ამ პოლიტიკურად წავიყვანოთ, თან შემოქმედებითად გითხარით უკვე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ის არ იმყოფებოდა ეს კი ბატონო, მაგრამ ის არ იმყოფებოდა აქ და ამჟამად როდესაც იყოს საჭირო. და ეს არის გაუმართლებელი ქმედება. გავიცი ამ დროს შეიძლება ადამიანს უძიმესი ტრაუმა კონდეს ან რაღაცა კიდევ ერთხელ გამომეორდები და რაღაც სტატუსი მაინც დაწეროს ზარი გაანახორციელოს, მაგრამ მსგავსი ქმედება არ არის მიღებული, მიუხედავად იმისა, მე თავად ვერ ვიმყოფებოდი რაღაც პრობლემიდან გამომდინარე და მე მაქვს დანაშაული ცნობა და ამას ხმამაღლა ვაცხადებ, მაგრამ რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, მაქსიმალურად მე ჩემს სიმართლეს ვიტყვი დღესაც ამ კრებაზე და აგერ სახალხოდ ვამბობ. დიახ, მერინა კაშიძეს უსმენთ თქვენ. აი ასეთი იყო ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების მოსაზრებები, რომელსაც იცმენდით რამდენიმე წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში. ახალი სცენის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ესწრებიან და რომლის შემდგომაც ცხადია ჩვენ მოვისმენთ უკვე რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა. მაყურებელს კიდევ ერთხელ განუმარტავ და გეტყვით იმას, რომ ოთარ ქართამაძის გარდაცვალების შემდგომ სამძიმარს, მათ შორის პანაშვიდს არ ესწრებოდა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია, რომელსაც ასევე არ გამოუქვეყნებია სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში, რის გამოც მსახიობები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ იმას, რომ შეუძლებელია ეს ქმედება რაიმე ფორმით გამართლდეს და სწორედ ამიტომ დასი შეიკრიბა იმისთვის, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს ნუკრი ქანთარიამ, მათ შორის პასუხისმგებლობა არის ის, რომ დასის უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ ნუკრი ქანთარიამ უნდა დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი მაგალითად ამბობს იმას, რომ დატოვებს ბათუმის დრამატულ თეატრს, მის მშობლიურ სამსახურს, ადგილს, იმიტომ რომ მორალურად გაუმართლებელი არის, რომ ეს ქმედება რაიმე ფორმით აიხსნას და სწორედ ამიტომ დღეს დასი შეიკრიბა, რათა ნუკრი ქანთარიას მიმართ დასვან კითხვები და მოისმინონ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია. მაყურებლისთვის განმარტავ იმას და საგულისხმო ის გარემოებაც უნდა აღინიშნოს, რომ ნუკრი ქანთარია არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, ის იყო ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტში, რომლის შემდგომაც უკვე მუშაობა მან განაახლა ბათუმის დრამატულ თეატრში და მისი საქმიანობა გამორჩეული არის სადამსჯელო რეპრესიული პოლიტიკით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მაგალითად პროევროპული აქციების მონაწილეებს, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკის მოწინააღმდეგებს, ის ამ დროის განმავლობაში სჯიდა სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ოთარ ქათამაძის მიმართაც მას ჰქონდა დაწყებული დისციპლინური მოკვლევა, მათ შორის იყო მაგალითად მერინა კაშიძე, მეგი კობალაძე და სხვები, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული დამოკიდებულებით ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და სწორედ ამიტომ ნუკრი ქანთარია მათ კრიტიკულ აზრებს უპირისპირებს რეპრესიებს და ცდილობს, რომ ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკაც გაატაროს თეატრში. მოკლედ, ასეთი არის ბოლო ცნობები, რასაც ისმენდით პირდაპირ ეთერში, მათ შორის მოისმინეთ მსახიობების შეფასებები. უკვე დაიწყო შეხვედრა ახალი სცენის სივრცეში, რომლის შემდგომაც, დასრულების შემდგომაც, როგორც ნუკრი ქანთარია შეგვპირდა, ის გააკეთებს კომენტარს და ჩვენ ცხადია ამას შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის. დროებით.